ბავშვობაში მეგობრობის დღიურებს ავსებდი. შენ ბავშვობაზე მომიყევი ცოტა. როგორ არ ვავსებდით, კაცო, გქონდა მეგობრობის დღიურები და მახსოვს ესეთი კითხვა იყო, აი რომელი იარაღი მოგწონს. საერთოდ არ ვიცოდით რა იარაღი. მიუხედავად რომ 90-იანების ბავშვი ვიყავით, მაგრამ სად მქონდა იარაღი? 90-იანების ბავშვმა როგორ არ იცოდი იარაღი რა იყო. მაგრამ თეორიულად ესმის ახლა ესე და რაღაცებს წერდით, ერთი ჩაწერდა და მე რა კალაშნიკოვი. ხო, აი რაღაც სისულე. მაგრამ რაღაცა ქონდა ამ მეგობრობის დღიურს, იცი, ეგ დაახლოების, რაღაც ემოციური კავშირი, რაღაცა უფრო ის იყო. ბავშვობის მეგობრები მოგდევს დღეს. კი, როგორ არა, დღემდე კლასელებთან, ჩემს გოგოებთან ძალიან კაი ურთიერთობა. აი 90-იანების მიუხედავად როგორი ბავშვობა გქონდა, რა შეგიძლია თქვა? ნუ აი 90-იანების ბავშვობა იყო, მე ვიყავი მე-9 კლასში 99 წელს, ანუ 9 აპრილი როცა მოხდა. მაგის მერე ფაქტობრივად გაკვეთილები აღარ ჩაგვტარებია წესიერად და მას მერე სულ რუსთავაზეა ყველაფერი. და მახსოვს უშუქობა, რა თქმა უნდა, აი უკვე ისე თან თინეიჯერობაში როცა აი ყველაზე მეტად რაღაცა სიახლეები უნდა გაიგო, რაღაცა ახალი ეტაპი იწყება შენ ცხოვრებაში. ჩემი თინეიჯერობა იყო უსინათლო. მეგობრები ერთმანეთთან დავდიოდით, აი ესე პლედებით, სიცივე, წარმოიდგინე სანთლის შუქზე, კარts თამაშობდით, რაღაცებს თამაშობდით და ნუ აი ესეთი ეხლანდელ ბავშვებს რო ხედავ. სნიკერსი იყო ყველაზე ისეთი, რაც შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში სიახლე. სანაძლეო სტობი. მახსოვს პირველი ხელფასი, მეორე არხზე ვიყავი პრაქტიკაზე რა პირველად და პირველი ხელფასი კუპონებში მომცეს. ხელფასი ჰონორარი და პირველი რაც გავიფიქრებ, თქვი რომ ნეტა რამდენი სნიკერსი მომივა.